კრონიკული დაგლილობა ყველას აცუქებს. ღამე 8 საათი ჯინავს ადამიანი, დილით გაიგვიძებს, ვითომ მუშაობდა, დაგლილია. ნებისმიერი სამსახურშია დაგლილია, ეს ენერგია არ არის. რა უნდა გააკეთო, რომ დააბრუნო ეს ენერგია? პირველ გეტყვი მიზეზი რა არის? პირველი მიზეზია, მეგობრებო, დაბალი კუჭის მჟავა. ადამიანის დაძინების და გაგვიძების რეჟიმი არის დარღვეული და იმ დარღვეული რეჟიმის გამო ნახე ჯოგი ადამიანი ფიქრობს მე 8 საათი ვძინავს, ღამე პირველ საათზე, 2 საათზე, 3 საათზე ძინავს და დილით 11-ზე გაიგვიძება და თulit მერე იმ 8 საათებს. ეგრე არ არის მეგობრებო, ჩვენი ტვინი მობნულია პირდაპირ ჩვენი კუჭნაწლავთან ერთად. თუ ღამე დროულად არ დაიძინე, დაირღვევა circadian rhythm ქვია მაგას ინგლისურად ბიოლოგიური საათი რო არის, ეს დარღვეულია. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ რამდენი საათი ძინავს. ხანდახან 2 საათიანი ხარისხიანი ძილი გეყოფა, ვითომ 10 საათიანი ძილიც კი არ გეყოფა ისე, როცა თქვენ ძინავს დროულად. ძილს აქვს ტალღები მეგობრებო. კაი ძილი ყოველთვის არის 11 მაქსიმუმ 12 საათზე უნდა დაიძინო. პირველი 2 საათზე თუ დაიძინებს, პირდაპირ მიდის ჩვენი კუჭი, ჩვენი კუჭნაწლავის ჯანმრთელობისთვის. კუჭნაწლავი და კუჭი თუ არ არის წესრიგში ჩათვალე, ჩვენი ჯანმრთელობა, თლიანი ჯანმრთელობა დაირღვევა. მეორე მიზეზი არის მეგობრებო, სოფლის მეურნეობა. ადრე სასუქი იყენებოდნენ ბუნებრივი. დღეს იმდენი სხვადასხვანაირი არაბუნებრივი სასუქი არის მოსული, რომელმა არა მარტო ის, რას მოდის, ის გააპუჩა, ჩვენი მიწა, რომელიც მდიდარი იყო მინერალებით, დ-ვიტამინის ნაკლებობა ადრე არავის არ ქონდა. არ ქონდა. იმიტომ მიწაში ქონდა ეს მინერალები, ეხლა დღეს B12 თუ D-ვიტამინი, მაგნეზიუმი ვერ ვიგებთ ჩვენ იმ ბოსტნეულით, იმიტომ ვერ ვიგებთ, რომ დაბლა გაპუჩდა ჩვენი მიწა. მიგებული საჭმელი ან ჭამია, ან არ გიჭამია. თუ ეს ნუტრიენტები და მიკრონუტრიენტები ადამიანი ვერ იგებს საჭმელით, მაშინ ჩვენი მიკროკონდრია, რასაც გადააწყვეტებს, რომ ჩვენ ენერგიით იქნები თუ არ ვიქნები. ენერგია აკეთებს ჩვენი მიკროკონდრია და მიკროკონდრია როგორ გააკეთებ, თუ იმას არ მიოწოდება ადამიანი არ ვაძლევს ჩვენ ანტიოქსიდენტები, მინერალები, ვიტამინები არ მიოწდება, მაგას არ აქვს ჯანგბადი იმდენი, იმიტომ ნელ-ნელა ეს მიკროკონდრია დასუსტდება და ადამიანი თელი დღე ძინავს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა. ადამიანი მიდის თითებით მუშაობს, კომპიუტერში მუშაობს, ან მოხუცი ადამიანი, რომელს არ შეუძლია საქმიდან გასულა, ყველა ადამიანს სხვადასხვა მიზეზების გამო ჯოგი ეუბნება დრო არ მაქვს, ჯოგი ეუბნება არ შემიძლია, მაგრამ ეს სიარული ყველას შეუძლია. მაგრამ მაინც ეს ერთ-ერთი მიზეზია ნაკლები ფიზიკური აქტივობა, რომელისგანაც ადამიანი ნახე თუ ფიზიკურად აქტიური ადამიანი არ არის, თელი დღე ძის, ის ღამე დროულად ვერ დაიძინებს. თუ გინდა რომ საგამოთი დროულად დაიძინოთ, მაშინ ადამიანმა უნდა დაიგალო, ფიზიკურადაც უნდა დაიგალო და მენტალურადაც უნდა დაიგალო, რომ ეს ჩვენი ორგანიზმი დაიგალო, რომ დაიძინო კიდე რომ ენერგიით გავიგვიძო. ეხლა მოდი როგორ უნდა დავალაგო მაგაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში ადამიანს ეძარება ერთი ანალიზის გაკეთება. ჩვენ როგორ უნდა გავიგო? კი ბატონო, ჯოგი ადამიანმა იცის, ეს სიმპტომია ამ მინერალის ნაკლებობა, ეს სიმპტომია მაგის ნაკლებობა, მაგრამ ყველა ჩვენ არ ვიცი, რისი ნაკლებობა გვაქვს. აუცილებლად 6 თვეში ერთხელ მე გეუბნები მეგობრებო, უნდა გააკეთო ანალიზი, რომ რა ხდება შიგნით. რკინის ნაკლებობა, D-ვიტამინის ნაკლებობა, ეს უნდა გავიგო და მერე ზუსტად იმ ვიტამინ და მინერალზე აუცილებლად უნდა ვიმუშაო. შეიძლება დანამატითაც და შეიძლება ბუნებრივი საჭმელით. რკინის ნაკლებობა
რკინა რატო არ გადამუშავდება, ასაკი იმატება, კუჭის მჟავა დაბალია, ხორცი, ჭამე, რამდენის გინდა ჭამე, არ გადამუშავდება. მაგისთვის რა უნდა გააკეთო? ანუ კუჭის მჟავა როგორ უნდა გავასწოროთ? საჭმელის წინ თუ არა გაქვს წყლული, კუჭის ანთება, ან ეგეთი ნაცლავის პრობლემა თუ არ არის, მაშინ ვაშლის ძმარი ყველაზე პირველი საუკეთესო საშუალება ბუნებრივი კუჭის მჟავა რო დავამატო. დალიე, ძევიდან ჭამე, ხორცი, მაშინ რკინა უფრო კარგად ითივსება, ვიდრე მარტო ხორცი წამა. იმიტომ 40 წლის მერე დახვევდება ეს კუჭის მჟავა. მეორე, სოფელში მოყვანილი ხილი ბოსტნეული შეგიძლია მიირთვა. არსებობს საქართველოში ბაზრობებები, სადაც მოდიან პირდაპირ თავისი პატარა მოყვანილი ხილი ბოსტნეულით ადამიანი. ცადე რო ჭამო სოფელში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული. მაგით ვეკმარები სოფელის მეურნეობაშიც და სოფელში ეკონომიკასაც და ჩვენი ჯანმრთელობას. იმიტომ იქ მოყვანილი იმ წამლების გარეში მოყვანილი ხილი და ბოსტნეულში ის მინერალები შედის, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ყველაზე მთავარია მეგობრებო სუნთქვა. 90% ადამიანი სუნთქავს არასწორად. ნახე როგორ არ სწორად. ახლა ნახე სუნთქვის, ახლა მანამდე მოგდებოდა ადამიანი, ხო? ესე არ არის. ნახე ჩვენ სუნთქავ ვისუნთქე და ცხოვრობს. მაგრამ ჩვენი უჯრედებს სჭირდება ღრმა სუნთქვა. როცა გავიგვიძებთ, ყოველ თვის მე ვიდეოებშიც გაჩვენე, ღრმა უნდა ისუნთქო. კარგად, ღრმა უნდა ისუნთქო. ღრმა. 2 ტუთი კარგად ისუნთქე, კარგად მიიგე ჯანგბადი, რომ არა მარტო ჩვენი ფილტვამდე, იქამდე კი არ ჭირდება ჯანგბადი, ჭირდება თითო უჯრედამდე რო წავიდე. ყოველდღე deep breathing, ღრმა სუნთქით ივარჯიშე. და გამენახავს, კარგათაც დაიძინებ და ენერგიითაც გაიგვიძებ. ჩვენ როცა დავდივართ, იმ დროს ჩვენი ორგანიზმი თხოვთ უფრო მეტი ჯანგბადი. თითო უჯრამდე მიდის უფრო მეტი ჯანგბადი. რა მოგიხდა მაგისთვის ფული ხო არ ჭირდება? იარე. საჭმელი ჭამის მერე 20 ტუთი იარე. საგამოთი საჭმელი რო შეჭამს, იმის მერე იარე. უკან საქში რომ მოხვალ, ნახეთ როგორ, ანუ twin გეტყვის, რომ ეხლა გეჯინება და დაიჯინე. და თქვენ რომ მოიფიქრე, ვაიმე ეხლა 10 საათია, რა დროს ძილია, მერე ეს ტალღა აღარ იქნება და ხარისხიანი ძილი თელიგამე არ იქნება. ბოლო ყვებიდან ამოიგეთ რეფენერებული ფხვილით გაკეთებული ცომეული რაღაცები. იმიტომ ცომეული თქვენ რო ჭამს, გლუკოზა სწრაფად ძევით მიდის და როცა გლუკოზა ძევით არის და ინსულინი გამოყოფილია ზედმეტი მაგის მოყვანისთვის ქვევით, იმ დროს ნებისმიერი ადამიანი დაგლილია, გეჯინება და საჭმელი ჭამის ზუსტად მერე თუ გეძინება, ინსულინის რეზისტენტობა და ეს ინსულინის რეზისტენტობა მაშინ მოიხსნება, როცა თქვენ საჭმელი ჭამის მერე წახვალ სიარულით. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, გაასწორეთ თქვენი კუჭის მჟავა, თქვენი ძილი, თქვენი მინერალები და ცოტა სიარული. კარგად და ჯანმრთელად.